და ახლა კურიერი შეკითხვებს გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნუგზარ გასვიანი უპასუხებს. საღამოშტობისა ბატონო ნუგზარ. გამარჯობათ. ბატონო ნუგზარ, თოლმა რამდენიმე რეგიონში საკმაოდ რთული ვითარება შექმნა. ამ დროისთვის თქვენი მონაცემებით სად არის ყველაზე რთული მდგომარეობა და რა სახის სამუშაოები ტარდება? გასული დღეღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ამ ეტაპზე ჩვენ ძირითადად საერთაშორისო მნიშვნელობის და რაიონულ ცენტრებამდე მისასვლელ გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყველგან შენარჩუნებული გვაქვს. არის მხოლოდ ცალკეული შეზღუდვები, შეეხება საუღელტეხილო მონაკვეთს, ნაქერალა საუღელტეხილო მონაკვეთი, გომბორის საუღელტეხილო მონაკვეთი და თბილისის შემოსავლელი გზა, სადაც მოძრაობა არის დასაშვები მოძრაობის საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. რაც შეეხება მსუბუქი ავტომანქანებისთვის, მათთვის თუ არის ამ მონაკვეთებზე დასაშვები? მსუბუქი მანქანები ნაქერალაზე და გომბორზე მოძრაობენ ჯაჭვების გამოყენებით, მაღალი გამოვლობის ავტოტრანსპორტი მოძრაობს შეუფერხებლად. ეს არის ბუნებრივი, იმიტომ რომ მაგ არის ძალიან რთული მეტეოროლოგიური პირობები და შესაბამისად მგზავრების უსაფრთხოებიდან გამომდინარე დაწესებული ეს რეჟიმი, რომ ავტოტრანსპორტმა ამ საუღელტეხილო მონაკვეთებზე იმოძრაოს ჯაჭვების გამოყენებით. ეს ისევ და ისევ მხოლოდ და მხოლოდ უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ბატონო ნუგზარ, რამდენიმე რეგიონში სოფლები მოწყდა გარე სამყაროს, მაგალითად დუშეთის რაიონში საკმაოდ რთული ვითარება. თუ გაქვთ კავშირი თქვენ მოსახლეობასთან და თუ მოხერხდა აქ სამუშაოების დაწყება, იმიტომ რომ ცნობილი იყო, რომ ყინვა და თოვლი არ რთულებდა აქ გზის გაწმენდის სამუშაოების დაწყებას. დუშეთის რაიონში ჩვენ რაიონულ ცენტრებამდე მისასვლელ გზებს ვიმსახურებით და საერთაშორისო მნიშვნელობის გზას, რომელიც არის დუშეთის რაიონულ ცენტრამდე და გუდაურისკენ, ასევე ბარისახოსკენ მისასვლელ ამ გზებზე ჩვენ მოძრაობა გვაქვს შენარჩუნებული. რაც შეეხება სოფლებამდე მისასვლელ გზებს, მაგ სამუშაოებს აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ გაგვაჩნია. სინოპტიკოსების პროგნოზით, თქვათ, კარგი პროგნოზი არ არის, თოვა დღეს საღამოს კიდევ უფრო გაძლიერდება. რამდენად არის თქვენი უწყება მზად მასშტაბური სამუშაოების, რომ ერთდროულად რეგიონებში მოგვარდეს ეს პრობლემები, თუ არის ამდენი სპეცტექნიკა? აღნიშნულთან დაკავშირებით მობილიზირებული არის როგორც დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე, ასევე შესაბამისი ტექნიკა, თანამშრომლები არის ტექნიკური მარილის მარაგები, შესაბამისი ახალ შემოყვანილი ტექნიკა არის გაწმენდითი განაწილებული ძირითად არტერიულ მიმართულებებზე, სწორედ ამ ტექნიკის გამოყენებით ხდება აღნიშნულ რთულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შენარჩუნება და დეპარტამენტი მზად არის მაქსიმალურად ჩაატაროს სამუშაოები, რათა უზრუნველყოს შესაძლებლობის ფარგლებში შეუფერხებელი გადაადგილება ყველა სამგზავრო საშუალებისა. ძალიან დიდი მადლობა კურიერი შეკითხვებს გზების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე